ვაგზავნებთ საქმეს საღამოს საფონდო ბაზრების მიმოხილვით და ამერიკულ საფონდო ბირჟაზე ძალიან კარგი განწყობაა. 26 მაისს აღნიშნავენ თუ არა იქ ცოტა საეჭვოა, მაგრამ აღნიშნავენ პოტენციურად ომის დასრულების მოახლოებას. ამის ფონზე S&P 500 გაიზარდა 9%-ით, ის ავიდა ახალ რეკორდზე, ასევე NASDAQ-ი გაიზარდა ლამის 1%-ით, მანაც ახალი რეკორდის აფიქსირება შეძლო, Dow Jones-თან კი მცირედი კორექცია 0.30%-ის ფარგლებში. ევროპაში და აზიაში ვითარება უფრო ნეგატიურია. ევროპული ინდექსი, როგორც ხედავთ, 9%-ით დაეცა. შანხაისთანაც მცირედი კორექცია გვაქვს, -0.18-ის ფარგლებში, ნიკეისთან კი ვარდნის მაჩვენებელი არის 0.25%. აქვე ნავთობზეც ვისაუბროთ, ის გაიაფებულია, ზოგადად აი ამ მოლოდინების ფონზე რომ შეიძლება ომი დასრულდეს, ბრენტი ჩამოწდა $100 ნიშნავს, WTI-ს ფასი კი $94. ასევე შემცირებულია ოქროსა და ვერცხლიც, საშუალოდ 1.5-2.5%-ის ფარგლებში, $5 გვაქვს ამჟამად ოქროს ფასი. კრიპტოს რაც შეეხება, აქაც მცირედი კორექცია, საშუალოდ 1.5%-ია ვარდნის მაჩვენებელი, ბაზრის კაპიტალიზაცია კი შეადგენს ამ ეტაპზე $2.630 მილიარდ. ბიტკოინის ფასი გვაქვს, როგორც ხედავთ, 66,400 ნიშნულზე, ეთერიუმი კი დაახლოებით $2,000 ვაჭრება. დიდად არსებითი ცვლილებები არა გვაქვს, კაპიტალიზაცია $151 მილიარდი ეთერიუმთან, ბიტკოინთან კი $1.5 ტრილიონი. და აქვე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად გეტყვით, რომ ბიტკოინის და ეთერიუმის შეძენა თუ გსურთ, შეგიძლიათ მიმართოთ CoinMania-ს, რომელიც არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კრიპტო ბირჟა. და ბოლოს აქვე ჩვენს ეროვნულ ვალუტასაც უნდა გადავალოთ თვალი, რომლის კურსი, რა თქმა უნდა, დღეს არ შეცვლილა, რადგანაც ქვეყანაში არის დასვენების დღე და კურსი გვაქვს ისევ და ისევ დოლართან 2.67, ევროსთან 3.11, ხოლო სტერლინგთან 3.60. მოკლედ, ესეთი ვითარება და განწყობა გვაქვს ამ წუთებში ჩვენ გლობალურ საფონდო ბირჟებზე.